როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირს ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიღოს ეს რეალობა, რომ საქართველომაც თავისუფლების იმ ხარისხით უნდა ისარგებლოს, როგორც მექსიკამ? ამ ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. თუმცა რასაკვირველია, მექსიკას არ შეუძლია მის ტერიტორიაზე ჩინური სამხედრო ბაზები ან რუსული რაკეტები განათავსოს, რომელიც პირდაპირ დაემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკას რასაკვირველია ამაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ეკნებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იღებს ამ რეალობას ამერიკის შეერთებული შტატები? ან თუნდაც ევროპა? აშკარაა, რომ აუცილებელია სხვა დიდი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინება. ხომ ასეა? ფიქრობ, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის განწყობით ახორციელებს საკუთარ საგარეო პოლიტიკას განვითარებად ქვეყნებში. რუსეთი ამის კარგი მაგალითია. ნატოს გაფართოების პირველი ტალღა მაშინ განხორციელდა, როდესაც რუსეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად მუხლებზე იყო დაჩოქილი. მე ვფიქრობ, ამან ვაშინგტონში ბევრს უბიძგა გაეგრძელებინა ნატოს გაფართოების პოლიტიკა, რადგან რუსეთი სუსტ ოპონენტად მიაჩნდათ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 21 საუკუნეში რუსეთმა მოახერხა საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის აღდგენა. თუმცა თეთრ სახლში კვლავ გასული საუკუნის აზროვნება დარჩა და ეს განსაკუთრებით პრობლემატურია იმ კატასტროფული ომის ფონზე, რომელიც უკრაინაში კვლავაც გრძელდება. Is still stuck in the 20th century, and they haven't made that transition despite the very obvious failure and disaster that is taking place today in Ukraine. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.